მოგესალმებით. იმისათვის, რომ დავამატოთ კომპანია, განცხადებების დამატების გვერდზე ავირჩიოთ შესაბამისი კატეგორია. მოვნიშნოთ კომპანიები. კატეგორიის არჩევისას, როგორც ხედავთ, ჩამოიშლება კომპანიების ფორმა შესაბამისი ველებით. წითელი ფიფქით მონიშნული ველების შევსება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება ვერ აიფირთება. ჩავწეროთ სათაურში კომპანიის დასახელება, მაგალითად, ტრეინინგებისა და დასაქმების ცენტრი. მივუთითოთ სამართლებრივი ფორმა. სამართლებრივი ფორმა ველზე დაწყაპუნებისას ჩამოიშლება, აირჩიეთ იქიდან თქვენთვის შესაბამისი და იგი ავტომატურად გამოჩნდება ველში. შემდეგ შეავსეთ კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, კომპანიის მისამართი, კომპანიის ტელეფონის ნომერი, მივუთითეთ კომპანიის ელექტრონული პოსტა, აუცილებლად მონიშნეთ ის ინდუსტრია, რომელი ინდუსტრიაშიც მოღვაწეობს თქვენი კომპანია და ჩაწერეთ ბიზნესის ტიპი, ისიც აირჩიეთ ჩამონათვალიდან. თუ გსურთ, მივუთითეთ თქვენი კომპანიის დაარსების წელი. შემდეგი ველი საშუალება გაძლევთ ატვირთოთ დოკუმენტაცია თქვენი კომპანიის შესახებ. ეს შეიძლება იყოს პრეზენტაციები, ბროშურები, პროექტები და ასე შემდეგ. დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა იყოს Word-ის, Excel-ის, PDF-ის და ასე შემდეგ ფაილებში. დააჭირეთ ღილაკს Choose File. აირჩიეთ შესაბამისი დოკუმენტი. იგი არჩევის შემდეგ ავტომატურად გამოჩნდება კომპანიის დამატების ფორმაში. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ატვირთოთ ერთი ან რამდენიმე, მაქსიმუმ 6 დოკუმენტი. დამატებით ინფორმაციაში ჩაწერეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც თქვენის აზრით მნიშვნელოვანი იქნება თქვენი კომპანიისთვის, მაგალითად კომპანიის აღწერილობა, სერვისები და ასე შემდეგ. ვარდისფერ ღილაკზე დაჭერით, შესაძლებლობა გეძლევათ ატვირთოთ სურათი. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება ეს იქნება კომპანიის ლოგო, იგი აუცილებლად გამოჩნდება განცხადების გვერდზე. ანალოგიურად დააჭერთ ღილაკს Choose File, აირჩევთ და ისიც ავტომატურად არჩევის შემდეგ გამოჩნდება განცხადების ფორმაში. შემდეგ ადგილმდებარეობაში მივუთითეთ სათაო ოფისის მისამართი და თუ გაქვთ სხვა ფილიალები სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში, ეს ინფორმაცია შეგიძლიათ მივუთითოთ ზედა ველში დამატებითი ინფორმაცია. ადგილმდებარეობის არჩევისას ჯერ აირჩიეთ რეგიონი ჩამონათვალიდან, შემდეგ აირჩიეთ რეგიონის შესაბამისი ქალაქი, ასევე ჩამონათვალიდან. თუ თქვენი ქალაქი ან სოფელი ამ კონკრეტულ ჩამონათვალში არ იქნება, მივუთითეთ ღილაკის სხვა. და ბოლოს შეავსეთ ინფორმაცია განცხადებლის შესახებ. ჩაწერეთ განცხადeblis სახელი, ელექტრონული პოსტა. აქ მითითებულ ელექტრონულ პოსტაზე თქვენ მიიღებთ თქვენს მიერ შევსებული განცხადების ლინკს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ რედაქტირება გაუკეთოთ თქვენს განცხადებას, ან უბრალოდ წაშალოთ იგი სურვილის შემთხვევაში. გამოქვეყნების ღილაკზე დაჭერისთანავე თქვენი განცხადება გამოქვეყნდება და დაემატება განცხადებების ჩამონათვალს. პირველ რიგში გამოჩნდება თქვენი კომპანიის ლოგო, კომპანიის დასახელება, განცხადების კატეგორია, კომპანიის ადგილმდებარეობა და განცხადების ატვირთვის თარიღი. თუ გავხსნით განცხადებას, ყველა თქვენი მონაცემი გამოჩნდება შესაბამის ველში ერთიან ფორმაში. გმადლობთ ყურადღებისთვის, გისურვებთ